დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. დღევანდელ დღეს გილოცავთ ნათლი წყებას, ისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ ჩემო ძვირფასებო და დალოცვილები ყოფილიყავით მუდამ უფლიდან. თქვენთან მოვედი ახლა ჩემი ერთ-ერთი მსმენელის თხოვნით და გავაკეთო საჯარო გაშლა ყოფილი პარტნიორი და მესამე პირი. რა ხდება მათ შორის მეგობრებო? დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ჩაიფიქრეთ თქვენი ყოფილი, შეიძლება ბევრს აღარ გინდოდეთ ყოფილი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებ უბრალოდ ყოფილები და მესამე პირები. რა ხდება მათ შორის? მე დავიწყებ ახლა თქვენი ყოფილის ენერგიით თუ რა ენერგიებში იმყოფება. მეგობრებო, რაღაც ახალ ინტერესებს ეძებს, რაღაც ახალ საქმეებს ეძებს. სად წაიღოს ეს კამათი და ჭხუბი არ იცის. რაღაც ძალიან ცუდათაა მეგობრებო, ძალიან ცუდათაა საქმე. ძალიან ცუდათაა საქმე იმ მხრივ, რომ ეჩქარება ამ ადამიანს სიყვარულთან, ურთიერთობაში ეჩქარება, სადღაც ეჩქარება მეგობრებო. გეზი აქვს აღებული, მაგრამ სადმანც არ იცის. მოულოდნელად უნდა გამგზავრება, სად ემგზავრება, რასაც არავის არ ეუბნება, პასუხისმგებლობის აღება უნდა, რაღაც საქმის დაწყება უნდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებს, რადგან ძალიან ბევრი სირთულეები აქვს და ფიქრობს ახლა საიდან რა გააკეთოს. აბატონო. სადაც ეჩქარება და ვიზეც ფიქრობს. აბატონო, მეგობრებო. ვიზეც ფიქრობს და ვიზეც ღამეები არ ძინავს და უნდა ახალი ურთიერთობის დაწყება, ახალი ეტაპის დაწყება უნდა, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ახალ გზებს ეძებს, ხმლებით. აი ესეთ ენერგიებშია, კიდევ როგორ ენერგიებშია. მეგობრებო, სტაბილურად უნდა იყოს თითქოს სადღაც არის ეს ადამიანი სტაბილურად, იქ სადაც არის პასუხისმგებლობაში არის, მაგრამ მეგობრებო, ფინანსებზე და რაღაც ახალ სიყვარულზე საუბრობს. ფინანსებზე და რაღაც ახალ სიყვარულზე საუბრობს. აი, თქვენი პარტნიორი ესეთ ენერგიებშია და ნერვიულობს აი ამ ემოციის დაკარგვას. ეშინიასადმი არ დააგვიანდეს იქ, სადაც ბევრი ემოცია ქონდა თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, ასე რომ ეხლა გავაგრძელებ მის სიტუაციას, თუ რა ხდება იქ. იქ რა ხდება, იქ მესამე პირთან რა ხდება. თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანთან და მესამე პირთან რა ხდება. ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა იქ და ამბობს, რომ რაღაც დაკარგა, რაღაც დიდი დაკარგა. აი და პაუზაშია ამის გამო. პაუზები აქვს იქ. თუმცა სიყვარული უნდა სხვაგან, წასვლა უნდა სხვაგან, ბარაკა უნდა სხვაგან, სიყვარული უნდა სხვაგან, მზე უნდა სხვაგან. რაც დაპაუზებული აქვს, ბედი უნდა რომ სცადოს კიდევ სხვაგან. აი ასე, მეგობრებო. აი ასე, კიდევ რა ხდება მათ ურთიერთობაში. მის ცხოვრებაში არსებობს ქალი, რომელიც ელოდება მას, ან რომელიც არის მარტო, სადღაც მარტო, ეს ხართ თქვენ, რადგან პირველი მანდილოსანის კარტი, რომელიც ამოდის, ეს ხართ თქვენ, ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ სადღაც მშვიდად წყნარად ხართ და საკუთარ თავს ყველაფერს სიამოვნებას ანიჭებთ. სამყაროც თქვენს გვერდითაა და შეცდომებზე საუბრობს, მის შეცდომებზე თქვენი პარტნიორი. ვისგანაც წავიდა, რისგანაც წავიდა სტაბილურობიდან, წავიდა და ეხლა არის ძალიან ცუდად. კიდევ როგორ არის იქ მესამე პირთან? რაღაც სიახლეების დაწყება უნდა, აბატონო 2 ტუზი, რაღაც სიახლეების დაწყება უნდა და კამათობენ. იქ კამათობენ მეგობრებო. იქ არის მანიპულაციები, ბევრ თქვენთაგანთან იქნება მაგიებიც და მათი ურთიერთობა ტრანსფორმაციაშია. თქვენი პარტნიორი ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. თქვენი პარტნიორი არის ტრანსფორმაციაში. რა ხდება იქ კიდევ? იქ რა ხდება? რაღაც შემოთავაზებები აქვს, მაგრამ პაჟი. ბავშვით იქცევა ეს ადამიანი, ან ბევრ თქვენთაგანთან იქნება ასაკში სხვაობა. მომავალ რაღაც ახალ შესაძლებლობებს ეძებს მეგობრებო და ძალიან წუხს და ნერვიულობს იმ გადაწყვეტილების გამო, რასაც ადრე ვერ ღებულობდა, ან რაც არასწორად მიიღო. ეხლა აქვს პრობლემები მეგობრებო.
მესამე პირი ჯერ არ დამინახია მეგობრებო, აქ მესამე პირი. გამგზავრება უნდა სადღაც. თქვენს პარტნიორს ექნება ფინანსური პრობლემები, მორალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ამ ადამიანს შეიძლება მქონდეს პრობლემები კანონთან და სამართალთან. სტაბილურობაზე ფიქრობს და მიჯაჭვულობიდან გამოსვლაზე ფიქრობს, რასაც ვერ ახერხებს მეგობრებო. აბატონო, დაგვიანების შიში აქ სადღაც იხედება და ეშინია რომ არ დააგვიანდეს, ამოყირავებულია მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. არეულ დარეული აქვს, გონება არეული აქვს, აბატონო. გონება და ფიქრები არეული აქვს. ნანობს იმას, რომ სადღაციდან წავიდა, ვიღაც დატოვა, რბიანების თასები დატოვა და გაემგზავრა ცხრიანების და ათიანების საძებრად, მაგრამ აბატონო მოხვდა სამკუთხედში. თქვენს ხედავთ, აი თქვენს წინ ვიღებ კარტებს. მოხვდა სამკუთხედში და ეხლა აქვს გამიშვიდა დამაკავე. არა, იქ ურთიერთობაში შეიძლება იყოს, მაგრამ მარტოობას გრძნობს. განიცდის სრულიად მარტოობას მეგობრებო. იქ არაფერი არ აქვს. არა, იქ არის ხმრების ფრიალი. ფინანსებზე ინტერესები მეგობრებო და სულელივით არის იქ. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ეს არის ტყუილი, თუ კი თქვენ ამ ადამიანს ხედავთ ურთიერთობაში, ეს არის ტყუილი მეგობრებო. ეს არის ტყუილი. ერთი ადამიანი და მეორე ადამიანი. ერთი სტაბილურათა, მეორე ამოყირავებულია. თქვენ მიხვდებით ახლა ამ ორიდან თქვენ რომელი ხართ? ეს ხართ თქვენ თუ ეს? რომელი ხართ მეგობრებო? თქვენ თვითონ მიხვდებით ახლა ვინც მე მიყურებთ. ერთი სტაბილურად არის, მეორე ამოყირავებული არის. ახლა რომელი ხართ თქვენ? სტაბილურათა ეს ადამიანი თქვენ ხართ თუ ამოყირავებული რომა ეს ხართ? რომელი გირჩევნიათ, რომელი ადგილი მეგობრებო, თუმცა ამ ადამიანს სადღაც ეჩქარება ვიმეორებ კიდე. ამისთვის მუშაობს და ფიქრობს, რომ ამ რთული სიტუაციებიდან გამოვიდეს და მივიდეს ქალთან, რომელიც ელოდება თუ მარტო არის. თქვენ შეიძლება ელოდებით ამ ადამიანის დაბრუნებას და შეიძლება კიდე ვიყვეთ მარტო. არც ერთს არ გამოურიცხავ, მეგობრებო, ორივე შეიძლება იყოს თამხვედრში. კიდევ როგორ არის იქ? თქვენთან გამოსვლა უნდა კონტაქტზე. არ ვიცი რამდენი დაიჯერებთ, მაგრამ გამოსვლა უნდა კონტაქტზე, რადგან უთქვენოთ არ შეუძლია. უთქვენოთ ამ ადამიანს არ შეუძლია. ეს ადამიანი მოიკრიბავს ძალას, უნდა რომ წარსული დაივიწყოს და უნდა რომ დაბრუნდეს თქვენთან ოჯახში. თქვენთან ოჯახში. არ ვიცი ახლა ვის რა პოზიცია გიკავიათ, მაგრამ თუ ოჯახი გქონდათ, დაბრუნება უნდა ოჯახში. თუ ოჯახს გპირდებოდათ, დაბრუნება უნდა აი ამ დაპირებებთან. არ ვიცი მეგობრებო, ესეთი არეული პასუხისმგებლობა. და მესამე კიდევ სტაბილურად არის იქ ოჯახში, მაგრამ გვერდით კიდევ სხვა მანდილოსანი ელოდება. აი რა ვქნა. რასაც ხედავ იმას ვამბობ მეგობრებო, თუმცა იქ ოჯახი აქვს კი. შეიძლებაც და ოჯახი აქვს კიდევაც კი. ბევრი იდეები მოდის, ამიტომ ნერვიულობს ამის გამო თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ეს იყო წინ დაუხედავი ნაბიჯი. ეს იყო რაღაც დამალული და თქვენგან ფარულად გადადგმული ნაბიჯები, რამაც მიიყვანა ეხლა მისი სიტუაცია სირთულეებამდე და თქვენ ხართ, აი თქვენ სადღაც ანათებთ, კაშკაშებთ, გიყურებთ და ამის გამო ძალიან ღელავს. კი, თქვენ სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ როგორ ეს სიყვარულება თქვენთან რო იცოდეთ, მეგობრებო და როგორ უნდა დასვენება ამ ადამიანს თქვენ რო იცოდეთ და უკან არაფერზე დავიხევო ამბობს, რამდენად დაიჯერებთ არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი მესაკუთრეა და ჩემია ვამბობს, მაგრამ ვერაფერიც არა. ამბობს ერთია, მაგრამ საქმით მეორე. ფიქრობს მეგობრებო, აი თქვენი პარტნიორი იქ სადაც არის, გამოქცევას, წამოსვლას ფიქრობს, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, მაგრამ ძალიან ცუდათაა, იმიტომ რომ თავისი ტყუილები და თავისი უხეშობით, თავისი ძალის არასწორი გამოყენებით მივიდა ამ მდგომარეობამდე და არის ახლა ასე ჩემო ძვირფასებო. გადაწყვეტილების არასწორად მიღება, ან გადაწყვეტილების გადადება, ან რაღაც მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო ამ ადამიანს სამართლიანად, სიყვარულისკენ, აი ემოციისკენ და აი ამიტომ შევიდა დანაკარგებში. არასწორი გადაწყვეტილების მიღებით, იქ ძალიან ცუდად არის თქვენი პარტნიორი, ასე რომ მეგობრებო, არ იეჭვიანოთ. ჩემო მანდილოსნებო, მე კი ბედნიერ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ და ვისთან როგორ ეზონირდა, გელოდებით კომენტარებში. მადლობა იდეის ავტორს.